საგრებულოს უმრავლესობის მიმართ დღეს პრეტენზიები მოსახლეობასაც ჰქონდა. იპოთეკით დაძრალებულება გამგეობას ფულადი დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, აჭარის მთავრობის პროგრამით ცეცხლის გაცემაზე დაძრალებულების ნაწილს ბანკმა უარი უთხრა. იპოთეკით დაძრალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე მილიონი ლარის გამოყოფა სთხოვს, რომელიც გამოსახლების საფრთხის წინაშე მდგომ ოჯახებს მოხმარდება. საგრებულოს თავმჯდომარე აღნიშნული თანხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფას გამორიცხავს, რადგან როგორც ამბობს გამგეობას ამის რესურსი არ გააჩნია. გამგეობისგან ვითხოვთ, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყონ მილიონი ლარი, ვინაიდან ამ ჯგუფში, ამ 65 კაციან ჯგუფში არის ესეთი კატეგორია, რომლებსაც საერთოდ კატეგორიული უარი უთხრა ბანკმა. არის ხალხი იმ დონეზე მისული, რომ უკვე ვეღარ იხდიან და უჭირთ, ასე ვთქვათ, ამ პირობებში ამ 15%-იანის გადახდა, ელოდებოდნენ დაბალ პროცენტიას, მაგრამ არ გამოვიდა და გვინდა რომ ეს თუნდაც ეს 15 ოჯახი იქნება თუ 20 ოჯახი, რამდენზეც გაწყვება ის თანხა, ეს ოჯახები მაინც გადავარჩინოთ. ნაციონალური მოძრაობის იდეა არის, რომ თითქოს მუნიციპალიტეტს შეუძლია 1 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც ამ ეტაპისთვის ამ თანხების მოძიება ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი გვინდა რამენაირად დავეხმაროთ, მაგრამ შემჭიდროებული ვართ ამ თანხებთან მიმართებაში. ჩვენ ვუთხარით აღნიშნულ ადამიანებს, რომ აი გამოსახლებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ შევეცდებით, რომ მთავრობას მივაწვდიოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ხმა.